საუბრობთ რუსთავზე, სანამ ქალაქ რუსთავზე, სანამ უშუალოდ ქალაქზე გადავალთ, მოდით გავიხსენოთ, რა გვაქვს ქვეყანაში ამ დასახელების. პირველი რუსთავზე გვახსენდება სოფელი რუსთავი, რომელიც არის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ეს არის ულამაზესი სოფელი. შესასვლელთან არის რუსთაველის ძეგლი. რუსთაველთან და მესხეთის რუსთავთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ქვევით, არის გარკვეული ნაწილი ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ სწორედ მესხეთის რუსთავში დაიბადა შოთა რუსთაველი, ამაზე ქვევით ვისაუბრებთ. გარდა ასპინძის რუსთავისა, ჩვენ ასევე ფოტოებიც გვაქვს, აი ასპინძის რუსთავის ძალიან საინტერესო, ულამაზესი სოფელია და ძეგლიც შეგვიძლია ვნახოთ. გარდა სოფელი რუსთავისა ასპინძაში გვაქვს მეორე სოფელიც, რომელიც არის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ეს არის ცხინვალის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ცხინვალიდან 17 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა ძარის თემში არის ეს სოფელი, თუმცა დღეს ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს იქ ამ სოფლის მონახულების საშუალება და სხვათა შორის ინტერნეტ სივრცეში ფოტოებიც კი ვერ ვიპოვე იმისათვის, რომ თქვენთვის გამეზიარებინა ამ სოფლის. რუსთავის სახელწოდების მდინარე გვაქვს რაჭაში, რომელიც შაორზე ჩაედინება, რუსთავი, ასე ქვია, რუსთავი, კი ბატონო, გამოჩნდა რუსთავის რუკა, ქვემო ქართლის მხარეს ეკუთვნის, აქ ქალაქებიც ჩანს მისი გარშემო. გარდა ამ სოფლებისა და მდინარისა, ასევე ჩვენ გვაქვს მწვერვალი რუსთავი, რომელიც არის კავკასიონზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, რომ არ შემეშალოს შავანის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილია, ეს შავანის ქედი არის ყაზბეგისა და ინგუშეთის საზღვართან მდებარე ქედია, რომელიც არის 3900 მეტრის სიმაღლეზე. ამ ქედს რატო დაერქვა ახლა რუსთავი 1953 წელს მელითონეთა ექსპედიცია იყო წასული, გვარად მელია იყო ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი და მათ დალაშქრეს ეს მწვერვალი და დაარქვეს სახელი რუსთავი, რუსთავის საპატივსაცემად. სხვათა შორის ამ ექსპედიციას ახდა ერთ-ერთი პირველი ალპინისტი ქალი ტყავაძე, თუ არ მეშლება, მარო ტყავაძე, ესეთი საინტერესო ამბავი იყო. კი ბატონო, აქ ფოტო კოლაჟზე გამოჩნდება ყველა დასახელებული პუნქტი, რაზეც ვისაუბრებ, გარდა ცხინვალის სოფლისა. ამჯერად ჩვენ მოდით ვისაუბროთ ქალაქ რუსთავზე, რომელიც არის ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი ჩვენი ქვეყნის, ძალიან ახლოს მდებარე თბილისთან. უახლოეს უმოკლესი დაშორება თბილისიდან რუსთავამდე არის 8 კილომეტრი და თვითონ თანამედროვე რუსთავის დაგეგმარება დაიწყო 1944 წელს, ძირითადად როგორც ვიცით, მტკვარი ყოფს რუსთავს ორ ნაწილად. 1944 წელს მოხდა მარცხენა სანაპიროს, ანუ ძველი რუსთავის დაგეგმარება, მარცხენა მხარეს მდებარეობს ძველი რუსთავი, 1944 წელს დაგეგმარებული. შესაბამისად, მარჯვენა მხარეს არის ახალი რუსთავი, რომლის დაგეგმარება დაიწყო 1955 წელს. ფაქტობრივად 11 წელიწადში. კი ბატონო, ეხლა რასაც ქვია მის ძველ ისტორიას, ეხლა თანამედროვე ქალაქის მშენებლობაზე ჩვენ კიდევ უფრო ვისაუბრებთ, მაგრამ ძველ ისტორიას, რაც შეეხება, საიდან იწყება თვითონ ქალაქის ისტორია და რა წყაროები გვაქვს. ზოგადად ჩვენ ისტორიული წყაროების სიმწირე გვაქვს, ეს ნამდვილად ცხადია. ანუ პირველი თუ გავითვალისწინებთ აი ქართლის ცხოვრების უძველესი ავტორი ლეონტი მროველი რუსთავის დაარსებას უკავშირებს ქართველთა წინაპრის ქართლოსის ცოლის მიერ საუფლისწულო ტერიტორიების გაშენებას. ანუ ამ ქალაქს ეძახდნენ აი ბოსტან ქალაქს და წერია რომ აი ქართლოსის ცოლმა აღაშენა ბოსტან ქალაქი, რომელსაც ერქვა რუსთავი. ახლა ბოსტან ქალაქი იყო კავშირში დასახელება. კი ბატონო, ბოსტან ქალაქი, ანუ ვოსტან ქალაქი არის ირანული წარმოშობის სიტყვა და ნიშნავს უფლისწულთა სამოსახლოს. ოი და არა ბიოლოგიური და ბოტანიკური გაგებით გვაქვს. ბოტანიკასთან არ გვაქვს საქმე და შემდეგ როცა მოხდა უფლისწულებისთვის ამ ტერიტორიის გადაცემა, სწორედ ეს ადგილი, ხა გამოჩნდება იმედია ვიზუალური მხარე, შეხვდა ეს ტერიტორია კუხოს, რომლიდანაც გაჩნდა
კუხეთი, ესეთი ტერიტორია, რომლის ადმინისტრაციულ ცენტრს შეიძლება ითქვას წარმოადგენდა რუსთავი და ეს იყო რა ტერიტორია ჟინვალიდან, აი გამოჩნდა ზუსტად ეს რუკაზე საუბრობდით. ნახეთ, ეს არის კუხეთი ზემოთ ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე ეს არის ტერიტორია. მას ახლავს ქართლი, ჰერეთი, კახეთი. აი ესეთი ტერიტორია იყო და ეს ეკუთვნოდა აი რუსთავი წარმოადგენდა ამის ეს ვთქვათ ადმინისტრაციულ ცენტრს. ეს პერიოდზე საუბრო? ეს არის უძველეს პერიოდზეა საუბარი და ეხლა ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ მოსაზრება, ამასაც სტურებს არქეოლოგია, არის უამრავი არტეფაქტი და ჩემი უდიდესი რეკომენდაცია რუსთავის მუზეუმს. არის და თითქოს დაფიქრდები, რომ რუსთავში ამ მიმართულებით შეიძლება არ გქონდეს არაფერი სანახავი და მართალია. ისტორია ელოდები რომ რაღაც ისე მე-20 საუკუნის ქალაქი, ამ დროს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ჩვენი ქვეყნის და არქეოლოგია რას ადასტურებს, რომ არის არტეფაქტები უნიკალური, აი რამდენიმე ფრაგმენტი შეგვიძლია ვნახოთ, რაც ადასტურებს, ანუ ბრინჯაოს ხანაში რუსთავის ტერიტორიაზე კულტურული განვითარებული ადამიანების არსებობას. ასევე იალღუჯის გორაზე იქნა ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის სამოსახლო, რომელიც ადასტურებს ანტიკური ბრინჯაოს, ანტიკური რუსთავის არსებობას. არქეოლოგია არის საოცარი ისტორია. სად წყდება? ანუ ჩვენ როცა ქალაქის განაშენიანება მე-20 საუკუნის ამბობია, მანამდე კი, მანამდე ზუსტად ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა. ესე იგი, დასახელებას რაც შეეხება, აი მე-4 საუკუნეში თვითონ ეტიმოლოგია სიტყვის საიდან მოდის, მე-4 საუკუნის კუხეთი და ზოგადად აი რუსთავის დასახელება, ანუ ვოსტან ქალაქს კი ეძახდნენ, მაგრამ აი რუსთავიდან როგორ მოხდა მისი გადასვლა, მე-4 საუკუნეში იყო ესეთი ქართლის მეფე თრდატი რევისზე, რომელიც გახდა ქართლის მეფე, მაგრამ მანამდე ის იყო კუხეთის და რუსთავის ერისთავი, განაგებდა ამ კუხეთს და რუსთავს და ამ თრდატმა მტკვრიდან გაიყვანა არხი, სარწყავი არხი, აი ყარაიას ველებამდე, რომელსაც ეძახდნენ და აი ამ ტერიტორიაზე, ანუ რუს სათავეში გაჩნდა ახალი სამოსახლო, რომელსაც დაერქვა რუსთავი. ანუ ძალიან სახელი მოდის აქედან. და ვოსტან ქალაქს პარალელურად დაახლოებით მე-9 საუკუნემდე ორივე ერქვა, ანუ ეძახდნენ როგორც რუსთავს, ასევე ვოსტან ქალაქს. შემდეგ მოგვიანებით, როდესაც მე-9 საუკუნიდან ქალაქი უკვე აღარ იყო ეს ვოსტან ქალაქი, ანუ უფლისწულების სამოსახლო, რევიანთა სამოსახლო, როდესაც არ იყო, ეს ვოსტან ქალაქის სახელწოდება ჩამოშორდა და დარჩა მხოლოდ რუსთავი. და აი წარმოიდგინეთ რამდენად შორი წარსული აქვს ამ ქალაქს. კი. ეხლა ისტორია დიდია, მოკლედ რა შეიძლება ითქვას, მაგალითად არაბთა ბატონობის პერიოდში ეს ქალაქი თბილისის საამიროში შედიოდა, მე-11 საუკუნისთვის დამოუკიდებლად მართავდა მას ამირა და დავით აღმაშენებელმა 1115 წელს ის შემოუერთა საქართველოს სამეფოს და აქ იყო უმნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, გადიოდა გზათა თავშესაყარი იყო საქარავნე გზების, ეს გზები იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და დღემდე სხვათა შორის ეს გზები არის შემორჩენილი და აზერბაიჯანისკენ მიმავალი უმოკლესი გზა გადის სწორედ რუსთავზე. ესე იგი, სტრატეგიული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. ეხლა რაც შეეხება გამგებლებს, ერთი გამგებლის შესახებ, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თქვენ მე მახდით ვერის უბნის ტურზე, ჩვენ დავათვალიერეთ ქიაჩელის ქუჩა და ქიაჩელის ქუჩის ბოლოში არის ლურჯი მონასტერი, რომელიც დღეს ანდრია პირველწოდებულის ეკლესია, ან გამოჩნდა კიდევაც ეს ფოტო, ამ ლურჯი მონასტრის აი თლილი ქვის პერანგი, რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის თამარის დროინდელი, ანუ ძალიან ძველი ეკლესია არის და ამ ეკლესიის სამხრეთ შესასვლელში კარებთან აი ეს წარწერაა გაკეთებული ასომთავრულით და ამ წარწერას გვეუბნება ეხლა წარწერა, ეს საუბრობს ვისთვის არის ეს ტაძარი აშენებული, ანუ აქ არის მოხსენიებული, რომ ის აშენებულია რუსთავის ამირ-თამირა აბუსალანის საძვალედ. მისი ძმის მიერ არის აშენებული. ესე იგი, აბუსალანი, რომელიც იყო თამარ მეფის მეჭურჭლეთ უხუცესი, ამავე დროს იყო რუსთავის გამგებელი. ესე იგი, აი ამ წარწერაში მე-12 საუკუნის ქალაქი რუსთავი არის მოხსენიებული. შემდეგ, როგორც ვიცით, აბუსალანი ეს იყო ინიციატორი თამარ მეფის ქორწინებისა იური
ბოგოლიოვსკის ვაჟთან, გიორგი რუსთან და როდესაც არ გაამართლა ამ ქორწინებამ, მაშინ თამარ მეფემ მას ჩამოართვა ქალაქი რუსთავი, საერთოდ შერისხა, მის შესახებ მე ბევრი მცდელობა მქონდა და მე ვერ ვნახე წყაროებში ვერაფერი. და შემდეგ უკვე მე-11 საუკუნის 80-იანი წლებისთვის რუსთავის გამგებელი ხდება ზაქარია მხარგრძელი. და შემდეგ ახლა ისტორიას მთლიანად ვერ გავაგრძელებთ. მე-13 საუკუნე იყო ძალიან მძიმე მე-12 საუკუნეებთ, მე-11 შემეშალა. მე-12 საუკუნის 80-იანი წლებისთვის, 90-იანისთვის გადაეცა ზაქარია მხარგრძელს. ხოლო რაც შეეხება მონღოლთა შემოსევა იყო უკიდურესად სამწუხარო ქალაქი რუსთავისთვის და 1265 წელს ბექაყაენის ლაშქრობა, რა ვიცით, უქვია შემოსევის შედეგად რუსთავი სრულად განადგურდა და იმ ძველმა ქალაქმა შეწყვიტა არსებობა სამწუხაროდ. ესეთი ძალიან მძიმე მასშტაბის განადგურება იყო. თქვენ ახლა ხედავთ შეიძლება ერთადერთი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გადარჩენილი იმ ძველი დიდების რუსთავიდან ეს არის რუსთავის ციხე, რომელიც ძალიან პატარა ნარჩენები, ხო? კი, არის მოსანახულებელი, როცა რუსთავს ეწვევით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს ციხე. თვითონ ეს ციხე წარმოადგენდა თბილისის გარშემო არსებულ ციხეთა ჯგუფს განეკუთვნებოდა და მთავარი დარტყმა, ანუ რუსთავი წარმოადგენდა დედაქალაქის ფარს, რასაც ქვია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსულ მტრების, პირველ დარტყმას იგერიებდა რუსთავი და თვითონ ეს ციხე არის უაღრესად საინტერესო, იმიტომ რომ სამი სხვადასხვა პერიოდის კედელი გვაქვს, მე-5-მე-8 საუკუნის არის ნაწილი, არის მე-9-მე-11 საუკუნის და მე-12-მე-13 საუკუნის. და რუსთავის ციხე არის ერთადერთი ციხე საქართველოში, რომელშიც არის ფრესკები, ანუ არც ერთ სხვა ციხეში მსგავსი რამე არ არის და ძალიან უცნაურია და ბევრი სხვა მიზეზის გამო. ბევრი რაღაც. უბრალოდ ჩვენ ბევრი სამუშაოები არქეოლოგიური ქვეყანაში არის გაჩერებული. აქაც შარშან ვიყავი მე ინფოტურზე, ერთხელ ვიტყვი თავში მინდოდა მეთქვა და გამომჩა რომ ვიყავი რუსთავის ინფოტურზე. ჩვენ გვყავს რუსთავის გიდი, საოცარი გოგო ლალი ჯაბანაშვილი, რომელიც არის მკვლევარი, ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და დიდი გულშემატკივარი რუსთავის. და თავიდან აღმოვაჩინეთ ეს ქალაქი, რო ვერ წარმოგვედგინა ისეთი აუცილებლად რუსთავი აუცილებლად სანახავი ქალაქია. და ანუ დღესაც კი ეს კვლევები რო გრძელდებოდეს, უდიდესი რამ გვაქვს ალბათ კიდე გასარკვევი და გასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გათხრების გაგრძელება და ამ მიმართულებით თანხების გამოყოფა. ეხლა ორი სიტყვით ვთქვათ, მე მგონი ვთქვი, რომ რუსთავის ციხეს აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი. გარდა იმისა, რომ ძეგლია, ასევე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ორიოდეს სიტყვით უნდა ვთქვათ, რუსთაველის საგვარეულოს უნდა შევეხოთ. მე-8 საუკუნიდან რუსთველთა საგვარეულო არსებობდა კუხეთში, ეს საგვარეულო განაგებდა კუხეთს და რუსთავს შესაბამისად და ამიტომაც არიან მკვლევარები, მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსთაველი სწორედ ამ საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. და ასევე აღსანიშნავია ეს ფაქტი, ესეც მოსაზრებაა, ჩვენ ხო არა გვაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებები. შოთა რუსთაველმა ჟინვალში გადასცა ერთ-ერთი ვერსიით თამარ მეფეს ვეფხისტყაოსანი. ჟინვალი კი ეკუთვნოდა კუხეთს და შესაბამისად იყო რუსთაველთა გამგებლობაში. ამიტომ გჭირდება დამატებითი მასალები. ეხლა რუსთავში გვაქვს ძეგლი შოთა რუსთაველის. ამ ძეგლსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. 1927 წელს გამოცხადდა კონკურსი. გაიმარჯვა კონსტანტინე ეს ჟინვალი გამოჩნდა. გაიმარჯვა კონსტანტინე მერაბიშვილმა და მან 1942 წელს გოდოგანის ქვისგან, ზოგი გოდონის ქვას ეძახის, გააკეთა ქანდაკება შოთა რუსთაველის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. და დაიდგა თბილისში ეს ქვისგან, გოდოგანის კირქვისგან გაკეთებული ძეგლი. მოგვიანებით 1989 წელს მოხსნეს ეს ძეგლი, ჩამოასხეს ასლი ბრინჯაოსი და ჩვენ ახლა რუსთაველზე ეს არის, ნახეთ როგორი ბრწყინვალე ძეგლია. ასლი დადგეს თბილისში, დღეს რაც გვიდგას რუსთაველის მეტროსთან, ეს არის ასლი, ხოლო ორიგინალი აქვს რუსთაველებს.
ჯერ ეს ძეგლი დაიდგა ძველ რუსთავში, სკვერში, კოსტავას გამზირზე და 2009 წელს მოხდა ამ ძეგლის გადატანა უკვე ახალ რუსთავში და მოხდა მისი ძალიან პომპეზური აღნიშვნა. ეს არის გარკვეულწილად ანუ გვარიც მაინც ასოცირება ხდება ქალაქთან, ანუ მაინც დღეს მოიაზრება რომ ეს ხო არა უდე ერთ-ერთი ცხადი ამას მაგრამ წარმომავლობა შეიძლება პირიქით იყოს ამ ადგილთან, ხო, დაკავშირებული და რუსთაველთან საკუთარ მაგალითად მე გადაცემა ვნახე, სადაც მესხეთის რუსთავზე ხდებოდა მსჯელობა, რომ აი აქ დაიბადა შოთა რუსთაველი, მის მამას ყავდათ ხვარძროხა, უბრალოდ წარმოუდგენელი ინფორმაცია, არ ვიცი, საიდან აქვს ეს მასალები. უბრალოდ აი რო ვუსმენდი მეცნიერებს, თუ მაგალითად მესხეთში დაიბადებოდა შოთა რუსთაველი, იქ უნდა არსებულიყო საგვარეულო რუსთაველთან. ამ საგვარეულოს ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის. არსებობს საგვარეულო, რომელიც აქ არის კუხეთში. კუხეთის ამ რუსთაველთა საგვარეულო და ამიტომ კი ბატონო, ამიტომ აი და მიცეთ საშუალება კი ბატონო. ეხლა ინდუსტრიულ ქალაქს რაც შეეხება 30-იანი წლების ბოლოს გაჩნდა იდეა რომ უნდა ამიერკავკასიის მასშტაბით მეტალურგიული ქარხანა აშენებულიყო და სტალინის და ბერიას ინიციატივით ქარხანა უნდა აშენებულიყო თბილისში. დაიწყეს კიდევაც დღევანდელი საავიაციო ქარხნის მიმდებარე მშენებლობა. 75 მილიონი დაიხარჯა კიდევაც იმისთვის რომ მუშების საცხოვრებლები აშენებულიყო. თუმცა აი წინააღმდეგი იყო ცეკას მდივანი კანდიჩარკვიანი, იმიტომ რომ თბილისი არის ქვაბულში გაშენებულ, ის არ ნიავდება საერთოდ და აი ესეთი ინდუსტრიული გიგანტის აშენება თბილისში ქალაქს გახდიდა საცხოვრებლად უარგის და ამას მეორე მსოფლიო ომის თემები დაემთხვა, ცოტა ხნით გაჩერდა მშენებლობა და ამით ისარგებლა კანდიჩარკვიანმა და მან მოახერხა დაერწმუნებინა კრემლი, რომ სხვაგან დაწყებულიყო მშენებლობა და შეირჩა ადგილი რუსთავი, რომელიც აი საოცრად ნიავდება. იქ არ შეიძლება დაგროვდეს რაღაცა ისეთი და თლიანად ცარიელ ადგილზე დაიწყო ახალი ქალაქის მშენებლობა 1954 წელს. საერთოდ აბსოლუტურ სიცარიელეში და დაიწყეს ადამიანების ჩამოსახლება, მაგალითად კადრების გადამზადება. იყო ერთი ესეთი ფაქტი, 1900 არ შემეშალოს 24 ნოემბერი იყო 1954 წლის, როდესაც საქართველოს რკინიგზიდან გააცილეს ახალგაზრდები, ამათ ეძახდნენ 26-იანელებს და ყველას ეგონა რომ ისინი მიდიოდნენ ფრონტზე. სინამდვილეში ეს ახალგაზრდები წაიყვანეს საბჭოთა კავშირის მასშტაბით 17 სხვადასხვა ქარხნებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სწორედ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩაუყარეს საფუძველი პირველ ქალაქს. ჯერ რა თქმა უნდა დაიწყო მარცხენა სანაპიროს ეს ძველი რუსთავი, რატო ქვია, მარცხენა სანაპიროს მშენებლობა და ეს ადამიანები დაბრუნდნენ ამ ქალაქში და დაიწყეს ჯერ კარვებში ცხოვრობდნენ და გაჩნდა პირველი ქუჩები, ერთ-ერთ პირველ ქუჩას სწორედ კარვის ქუჩა ერქვა. სხვა ქუჩას რაც მე გამიხარდა ძალიან ბოსტან ქალაქი ერქვა ამ ქუჩას, ანუ ძველი რუსთავის ხალხი და საბოლოო ჯამში ანუ შეიქმნა როგორი ტიპის დასახლება. კარვებიდან მერე იყო ბარაკები და მერე ეს სტალინკები ეგრეთ წოდებული, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით არც ისე ცუდი შემშვენიერი ნაგებობებია. და როგორი ტიპის ქალაქის ფორმირება მოხდა? ესე იგი, გარდაც ქალაქში იყო წარმოდგენილი საქართველოს ყველა კუთხე. ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ იქ და საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან. და შეიქმნა ეგრეთ წოდებული, ანუ ზეტოლერანტული, ახალგაზრდული და უნიკალური ძალიან მშვიდი ქალაქი, რომელსაც აი ესეთ იმაში ჩაეყარა საფუძველი და საბოლოო ჯამში 1950 წელს დაიწყეს 48 წელს დაბას, გარდაბნის დაბა იყო რუსთავი, მიენიჭა ქალაქის სტატუსი და პირველი ფოლადი ჩამოასხეს უკვე 1950 წელს რიცხვი და დროც არის 27 აპრილს 16 საათზე და 30 წუთზე მოხდა დიდი ამბით. კუხეთი დასახელება გაქრა, ხო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, შეიძლება კახეთთან რამე კავშირი ქონდეს. კახეთი კახოსი, ანუ სხვადასხვა უფლისულებს დაურიგდათ, იქ იყო კახოსი, აქ იყო მისი წინაპარი კუხოსი. ესე იგი მე რო კაცი დამადუმებს და კითხვას ვერ დამასმევინებს, ეს არის მართლა. არ გამოგჩეს რა მოხდა 90-იან წლებში, სად წავიდა ეს ქალაქი, ესე იგი, იმიტომ როგორც თქვენ შესავალ ნაწილში ახსენებთ, 40 ძმის ქალაქს ეძახდნენ და ნუ ეს იყო აი განსაკუთრებული ქალაქი, მაღალი ხარისხის მეტალურგია, სულ 45 სხვადასხვა სამრეწველო საამქრო მუშაობდა და
დადგა 90-იანები კომუნიზმის დანგრევასთან ერთად დიდი უბედურება დაატყდა რუსთავს იმ გაგებით, რომ გაჩერდა ქარხნები, ეს მეტალურგიული, ცემენტის, ლითონის ქარხნები გაჩერდა და რუსთავის მოსახლეობის 90% გახდა უმუშევარი. ამას დაემატა პოლიტიკა, მაშინელი მთავრობა მიიჩნევდა, რომ საქართველოს არ სჭირდება მეტალურგიული ქარხანა, მერე კი შეიცვალა აზრი 90-იანებზე აზრი კი შეიცვალეს, მაგრამ უკვე იყო დაგვიანებული, ულუკმაპურად დარჩენილმა მოსახლეობამ უსწრაფესად დაჭრა და გაანადგურა უნიკალური ღუმელები, რაც იყო და ჯართად ჩააბარეს და უფროსმა თაობამ, ვინც იყო იქ გადარჩენილი, ანუ თავიანთი უდიდესი ძალისხმევით გავერანებას გადაარჩინა ის ნაწილი, რომელიც დღეს მუშაობს. დანარჩენი მთლიანად განადგურდა. დრო რადგან ცოტა გვაქვს, რაც შეეხება აი ამ მონუმენტებს, ეს არის არსებობს ესეთი ორგანიზაცია გავიგუდეთ, რომელიც აქტიური ორგანიზაციაა, რომელმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სხვათა შორის მიაღწიეს იმას, რომ ძალიან დიდი სანქციები და მაღალი ჯარიმები შეიძლება დაადონ იმ ქარხნებს, რომელსაც არ ექნებათ ფილტრაციის სისტემები და ასევე მილში სენსორი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აჩვენებს აი ამ იმას და მათი გეოგრაფიის და ასეთი კანონის წყალობით რუსთავს არაფერი ემუქრება და ის დარჩება და არის წინვალე ქალაქი ამ ჩვენი ქვეყნის. კულტურულ სფეროს რაც შეეხება, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ქართული როკის დაბადების ადგილია, ეხა ანსამბლი რუსთავი ყველა მიცის, მაგრამ 1965 წელს გიტარისტმა, როკ მუსიკოსმა ბაჩი ქიტიაშვილმა შექმნა ანსამბლი ბერმუხა. ეს იყო ჯგუფი, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირში პირველმა ააჟღერა ამერიკული მუსიკა. როკი და გადაამუშავა ქართული ხალხური სიმღერები, ეს მეგრული ნანა, მაგალითად ჩაკრულო და ასე შემდეგ და გარდა ამისა რასაკეთებდნენ იმ პერიოდის საქართველოში ისმოდა ზეპელინების მუსიკა, მის ჰიტებს ასრულებდნენ ჯიმი ჰენდრიქსის, ქვინის და აი ეს იყო ახალი სიტყვა და აი გარღვევა და რუსთავი იყო ადგილი, სადაც აი ესეთი ჯგუფი დაიბადა. ჩვენ გავიგუდეთ ვახსენეთ და რუსული კანონისა და ფარას კანონების გამო ვეღარ აგრძელებს ეს ჯგუფი სამწუხაროდ ფუნქციონირებას და ხო, რას სამწუხაროა ძალიან. ზრუნავდა იმაზე, რომ რაღაც ქალაქს სახე შენარჩუნებინა ჯამრთელობა მოქალაქეებს სამწუხაროდ ასეთი კანონებით და ასეთი მიდგომებით ფუნქციონირებას წვეთს ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ რაც შეიძლება ითქვას რუსთავზე ძალიან დროში მეტის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ დავგეგმოთ ტურები რუსთავში და უფრო მეტი გავიგოთ. მე რომ აღნიშნები თან არა მარტო ის დარწმუნებული. თუნდაც ის რაც მუზეუმშია დაცული არტეფაქტები ძალიან ხო სხვა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ითქვას და ხაზი გასვას იმას რომ თბილისთან ახლოს არის ეს ქალაქი და არათუ ჩვენ უბრალოდ ადამიანები თქვენს ტურზე წამოვა და იქვე ხვდება რომ მეორე არაფერიც ის თბილისზე და მე თბილისის მიმდებარედ უფრო განსდარჩება რომ კიდევ უფრო არაფერი ვიცით მაგალითად რუსთავზე მე ძალიან ბევრი რამ დღეს გავიგე რაც არ უნდა სამარცხვინო ჟღერდეს მე სულ უფრო წოდების გამხილო უფრო ღირს ვიდრე მათი და თუმცა არის მნიშვნელოვანი ელზას რუბრიკა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურმესი მადლობა იმისთვის რომ არ დაგზარდები ხოლმე და ეს ინფორმაციულ ვაკუუმში არ ვტოვებ დიდი მადლობა მოკლედ დაგემშვიდობებით რამდენიმე წუთიან რეკლამაზე გავალთ ცოტა შევეცინოთ და დაგიბრუნდებით საინტერესო თემით აუცილებლად დარჩით ჩვენ